აფერისტული და მესჩანურიც კი ამათი პატრიოტიზმი, იმიტომ რომ ეს არის ფსევდოპატრიოტიზმი. არ ერთხელ გითხოვს რომ ეს არის პატრიოტიზმი, არა საკუთარი სურო მართალი იყოს მაინც არასწორია. ეს ადამიანები არიან უკრაინის პატრიოტები. უკრაინის პატრიოტები არიან რისმერე. ყირიმი ამათვის არაფერი არ არის. ანუ 2014 წლის ყირიმის ომი არაფერი არ ყირიმის ომი არისო, ყირიმის დათრევა რა. ხო, ნუ გაი დათრევა და ოკუპაცია. 2014 წელი არ არსებულა, გესმის? იმიტომ რომ იმას საკმარისი გამოხმაურება საერთაშორისო სივრცეში, საკმარისი გატრენდება არ მოყვა. 2022 წელს, როდესაც მასობრივ გლობალური ტრენდი გახდა რუსეთ-უკრაინის ომი და შესაბამისად დაგმე რუსეთი და უკრაინის ხარდაჭერა, ამის მერე გახდა მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი ყველანაირი რუსული ფული. იმიტომ რომ მანამდე რამდენჯერ უნდა ვილაპარაკო ნინო ქათამაძის კონცერტები, აგერ ამათი ფილმებში კაცარავაც არის ყირიმი ბიჭო რუკაზე ვერ განახებენ. ხო და ყირიმზე იცი რა მაგარ ფილმებში ადამიანები რომლებიც საქართველოში ამბობენ რომ ებრძვიან რუსულ რეჟიმს 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს იღებენ სხვადასხვა ტიპის ანაზღაურებას. ვიღაცა აგენტობაში მაგალითად იგივე მაგ ჭიჭინაძის ნაცავი ლაკა ხოშტარია. მაგალითად ეგ ჭიჭინაძე თვითონ რომელიც თამაშობს, უყურე პრობლემა ხო ჩვენ ხო მაგალითად ვლაპარაკობთ, რომ პრობლემა არის, მაგრამ ბიჭო ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე რუსეთის დასამარცხებლად ვიბრძვი საქართველოში და შენ რუსულ ფილმში თამაშობ. არა, ადამიანი არანაირ მორალში არ ჩდება. პოზნერის აქ ჩამოსვლა არ შეიძლება და რუსეთში ერისიონი რო წავიდა, ეს იყო ქვეყნის ღალატი და შენ მიდიხარ ეგ არის არასწორი, თორე ჩვენ უნებიან თქვენ ადრე ლიბერალურ პარადიგმაში იყავით და ეხა კონსერვატორები რატო გვაქვს? არა, ვაფშე არა. ყოველთვის ამ დისკუსში ვიყავით ზუსტად რა. გინდა გინდა იმასთან, მაგრამ აქ არის ცალკე პრობლემა ის, რომ ეს ადამიანები რუსულ ფულზე ძალიან მარტივად იყიდებენ და ხურდავდებიან, ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და მეორე პრობლემა არა და ტრაგედია, რომ ამ ადამიანების პატრიოტიზმის ხაზი გადის არა საქართველოს-რუსეთის ომზე, არამედ რუსეთ-უკრაინის 22 წლის ომზე, ოღონდ არა 2014 წლის ყირიმის ანექსიაზე. ხო, ანექსიაზე. ეხლა 2022 წელს სანამ ტრენდი არ შეიქმნა რუსეთი უკრაინას სანამ ტრენდი არ გახდა, მანამდე იყიდათ ბიჭო. 2014 წლიდან მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი. როგორც აფხაზეთში მიდიოდა რუსეთ-საქართველოს ომი, ფარული გამოუცხადებელი